განათლების მინისტრის ტერმინოლოგიაში ახალი სიტყვები ჩნდება თქვენს სისხლს დავლებ 20 მილიონს ყელიდან ამოუღება. სიტყვები დიმიტრი შაშკინმა დირექტორებთან შეხვედრისას ისაუბრა. მინისტრთან შეხვედრის დეტალები ნეტგაზეთის საშუალებით გახდა ცნობილი, რატომ დასჭირდა განათლების მინისტრს სისხლის სმის ხსენება და რა სწყობიან შეხვედრაზე მონაწილე დირექტორები. დეტალებით ანა გოჩაშვილი. თქვენ სისხლს დავლებ პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ საკითხის განხორციელებას. ამ სიტყვებით განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორებს ახალი გადაწყვეტილება აცნობა. დიმიტრი შაშკინმა თქვა, რომ სპორტული მოედნების მოწყობისთვის გამოყოფილი თანხა უშუალოდ საჯარო სკოლების ადმინისტრაციას გადაეცემა. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პასუხისმგებლობა სპორტული მოედნების მოწყობისთვის მხოლოდ მათ დაეკისრებათ, დირექტორებს ასე განმარტა. მოძებნით, თქვენ ჩაატარებთ, თქვენ მოაგვარებთ. ვიცი, რომ ბევრს მოეწონება, ბევრს არ მოეწონება. მირჩევნია, რომ სკოლის დირექტორი იყოს ამაზე პასუხისმგებელი. მაგრამ აქ გეუბნებით სისხლს დავლებთ, ფიტოსანიტეტს დავლებთ. მე ვერ გეტყვით კონკრეტულად რა რეაქცია მოყვა, დარბაზში გამოიწვია ხმაური. ეს აუდიოში ჩანს, რომ დარბაზში არის გარკვეული ხმაური ამის შემდეგ. შემდეგ გაგრძელდა ჩვეულებრივად სხვადასხვა საკითხებზე გადავიდა ბატონი მინისტრი. განათლების მინისტრისა და დირექტორების შეხვედრას გუშინ ნეტგაზეთის ჟურნალისტიც ესწრებოდა. დათო ყანჩაშვილი ყვება, რომ მინისტრის მიმართვას დარბაზში ხმაური მოჰყვა, თუმცა უჭირს დააკონკრეტოს, რას გამოხატავდა დირექტორთა შეძახილი. ნეტგაზეთის ჟურნალისტი ამბობს, რომ სისხლის სმის თემა ერთადერთი არ იყო, რომელსაც დიმიტრი შაშკინმა დირექტორებთან ისაუბრა. მისმა დაადასტურა, დიახ, მე დავხურე სპეცსკოლები და მან მოყვა როგორი, ასე ვთქვათ, მისი თქმით, როგორი ცუდი სიტუაცია იყო ამ სკოლებში. ანუ მან თქვა, რომ იქ იყვნენ ტილებიანი ბავშვები, იქ იყო სასტიკ მოხრობას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ დახურა ეს სასწავლებლები. და თქვა, რომ ეს დირექტორები დასაჭერებიც იყვნენ, თუმცა მე ბოლომდე არ მივიყვანე საქმე. ბევრი ეს არის 20 მილიონი ლარი, 20 მილიონ ლარს ადრებს სახელმწიფო კერძო სკოლებში. აქ უკვე დიმიტრი შაშკინი იმავე შეხვედრაზე კერძო სკოლების დირექტორებზე საუბრობს. ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების სამართლიანად განკარგვის თემით ის აუცილებლად დაინტერესდება. მომავალი წელიდან ვარდნი ახლა მოვიცანე, რაღაცა დაუნთარებ, ახლა მოვიცანე კერძო სკოლებში. რომ ძალიან მაინტერესებს ახლა იქაც დამაინტერესებს სწავლების მეურნეობ, განსაკუთრებით ის ახალგაზრდები მოусმინენ, რომელიც ის შრომელი ფულს უარის. 20 მილიონ ლარს ხარჯავდა. ამ 20 მილიონს ახლა აბადოს ხელიდან ამოუღებს. შეხვედრას დიმიტრი შაშკინთან 100-მდე საჯარო სკოლის დირექტორი ესწრებოდა. მათი უმრავლესობა დღეს სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს. სატელეფონო საუბრისას კი ამბობს, რომ დიმიტრი შაშკინის ტერმინოლოგიაში მათთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. არ არის გამორიცხული ზოგადად ხატოვანი გამოთქმები, ზოგადად რა ვიცი. ხდება ხოლმე საუბრობთ რაღაც, მაგრამ მე ნამდვილად მაგ დროს ეთყობა გარეთ ვიყავი ფოიეში. რატომ დასჭირდა დირექტორებთან საუბრის დროს განათლების მინისტრს სისხლის სმის ხსენება და რატომ მიიჩნევს დიმიტრი შაშკინი, რომ სკოლა-პანსიონების დირექტორები დასაჭერები იყვნენ? კითხვით ჩვენ განათლების მინისტრსაც მივმართეთ. პასუხად კი შემდეგი მივიღეთ. ბავშვებს ჭამ კიდე. დილაობით რო ვდგები ბავშვებს ჭამ.